საღამო მშვიდობისა, დღეს ჩვენ ყინულის გულში გავემგზავრებით, სადაც პლანეტის სუნთქვა იყინება. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ეს ადგილი. თეთრი, ჩუმი გიგანტი, კონტინენტი, რომლის მასა და სიცივე ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება ჩვენს სამყაროს გაგებას. ეს არის ანტარქტიდა. სწორედ ამ მომენტში, როდესაც თქვენ თბილ საწოლში წევხართ, სამხრეთ პოლუსი თვეების განმავლობაში მიმდინარე ღამეშია და ტემპერატურა იმ დონემდე ეცემა, რომ ადამიანის ხორცი ერთ წუთსაც კი ვერ გაუძლებს. წარმოიდგინეთ სადგურის ჩრდილი, რომელიც ნელად აცოცავს დაუსრულებელ, ერთფეროვან, თვალისმომჭრელ თეთრ ლანდშაფტზე, სადაც ცადა დედამიწა ერთ რძისფერ საბურველში ერწყმის, როგორც ვარსკვლავური ხომალდი უდაბნო პლანეტაზე დაეშვა. მოისმინეთ ეს ხმა. არა ხმა, არამედ ხმის არარსებობა. ანტარქტიდის სიჩუმე არ არის მხოლოდ ხმაურის არარსებობა. ეს არის ხმის აბსოლუტური ვაკუუმი, რომელსაც მხოლოდ ყინულოვანი ქარის ჩურჩული არღვევს, რომელიც, როგორც ჩანს, უძველესი გაყინული ისტორიის ხმაა. ეს არის კონტინენტი, რომელიც დაფარულია 4,5 კილომეტრის სისქის ყინულის ფენით, რომელიც შეიცავს დედამიწაზე არსებული ყინულის 90 ის. თუ ეს ყინული დნება, ზღვის დონე 60 მეტრით აიწევს. წარმოიდგინეთ ამის მასშტაბები. ამ კოლოსალური ყინულის მასის ქვეშ მდებარეობს მიწის მასა, რომელიც შეერთებული შტატებისა და მექსიკის ზომისაა. ის წარმოადგენს მთელ გეოლოგიურ ეპოქას, მთელ სამყაროებს, რომლებიც მარადმწვანე ყინულის ქვეშაა დამარხული. სწორედ ეს მასშტაბები, ეს მიუწვდომლობა და ეს უპრეცედენტო იზოლაცია იწვევს ყველაზე წარმოუდგენელ და მუდმივ კითხვებს. რა იმალება იქ ქვემოთ? რა იმალება მილიონობით კუბური მეტრი გაყინული წყლის ქვეშ, რომელიც, სარკოფაგის სახურავის მსგავსად, ჩვენი პლანეტარული ისტორიის ნაწილს ბეჭდავს? თანამედროვე თანამგზავრები, მიწაში შეღწევადი რადარები და საბურღი დანადგარები სულ უფრო ღრმად აღწევენ, მაგრამ ყინულში შეღწევის ყოველი ახალი სხივი მხოლოდ ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ჩრდილს ანათებს. ანტარქტიდა მხოლოდ ცივი ადგილი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც დრო გაჩერებულია. მეცნიერები იკვლევენ ყინულის პირთვებს, რომლებიც წიგნის გვერდების მსგავსად მოგვითხრობენ პლანეტის კლიმატის შესახებ ბოლო 800 წლის განმავლობაში. ისინი ინფორმაციის ფასდაუდებელი საცავია. თუმცა გეოლოგიური და კლიმატური მონაცემების გარდა, არსებობს სხვა, უფრო მაცდური საიდუმლოებებიც. ეს არის ჩრდილები, რომლებიც ციმციმებენ ადრეული მკვლევარების ანგარიშებში, უცნაური ანომალიები რუკებზე, საიდუმლო ექსპედიციების შესახებ ჭორები და, რაც მთავარია, ცივილიზაციის მარადიული ლეგენდა, რომელიც შესაძლოა აყვავდა ამ მიწაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ მწვანე იყო. ერთ დროს, მილიონობით წლის წინ, ანტარქტიდა ნამდვილად ძალიან განსხვავებული იყო. სანამ ტექტონიკური ფილები გაიყოფოდა და კონტინენტი თავის ამჟამინდელ, იზოლირებულ პოლუსს მიიღებდა, ის სუპერკონტინენტის, გონდვანას ნაწილი იყო და ტროპიკული ტყეებით იყო დაფარული. იქ დინოზავრები დახეტიალობდნენ, გვიმრები და ყვავილოვანი მცენარეები იზრდებოდა. ახლა ეს ყინულის სამეფოა, მაგრამ სადღაც ღრმად ქვემოთ, გაყინული ისტორიის ტონობით ქვეშ, შესაძლოა იმალება იმის ნარჩენები, რაც იყო და შესაძლოა ისიც კი, რაც არ უნდა იყოს. სწორედ ამ გადაუჭრელი საიდუმლოებებისკენ მივემართებით დღეს. მიწისქვეშა გამოქვაბულებში დამალული ნაცისტური ბაზების ისტორიებისკენ, ყინულისგან თავისუფალი კონტინენტის ამსახველი ლეგენდარული რუკისა და ადმირალ ბირდის მიერ დაკვირვებული უცნაური ფენომენებისკენ. ყოველი წუთის განმავლობაში, როდესაც ამ ისტორიებს ჩაუღრმავდებით, თქვენი სახლის სიჩუმე ყინულოვანი უდაბნოს სიმშვიდეს შეერწყმება. ჩვენი მოგზაურობა გრძელი, დაკლაკნილი და შესაძლოა ცოტა საშიშიც კი იქნება, მაგრამ ის მეცნიერებასა და მითს, ცნობილსა და სრულიად წარმოუდგენელს შორის საზღვარზე მიგვიყვანს. კომფორტულად მოკალათდით თქვენს საწოლში. თქვენი საბანი თქვენს დამცავ ჩუპრად იქცეს ანტარქტიდის მძაფრი სიცივისგან. ჩვენ ვიწყებთ ყინულით დაფარულ საიდუმლოებებში ჩაძირვას. ჩვენ მივემართებით იმ ადგილისკენ, სადაც კომპასიც კი გიждდება და სადაც შესაძლოა კაცობრიობის ისტორია გადაიწეროს. გაყინული სამყაროს კარები იღება. ანტარქტიდის ლეგენდებში ჩაღრმავებისას შეუძლებელია უგულებელყო ყველაზე დიდი მითი, რომელიც მუდმივად ამოდის ყინულის ქვემოდან, ატლანტიდის მითი. თუ დედამიწაზე არსებობს ადგილი, რომელსაც შეუძლია დამალოს ძლიერი, მაგრამ დაკარგული ცივილიზაციის კვალი, ეს უდავოდ მე-6 კონტინენტია. იდეა, რომ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ უძველესი ქალაქების ნანგრევებია, სუფთა ფანტაზიად გამოიყურება, მაგრამ მას ფესვები გეოფიზიკური თეორიებისა და ეზოთერული სწავლებების ისტორიაში ღრმად აქვს გადგმული. თავად პლატონი, ატლანტიდის აღწერისას, საუბრობდა ჰერკულესის სვეტების მიღმა, გიბრალტარი, ჩაძირულ მიწებზე, მაგრამ ანტარქტიდის ჰიპოთეზის თანამედროვე მომხრეები სხვა მტკიცებულებებზე მიუთითებენ.
აქ მთავარი საკითხია ქერქის გადაადგილების თეორია, რომელიც პოპულარიზაცია გაუწია პროფესორ ჩარლზ ჰაპგუდმა მე-20 საუკუნის შუა ხანებში. ჰაპგუდმა ივარაუდა, რომ დედამიწის მთელი ლითოსფერო შეიძლება ზოგჯერ გადაადგილდეს, რაც კონტინენტებს პოლუსებთან შედარებით გადაადგილებს. მისი გამოთვლებით, რომლებიც ნაწილობრივ უძველესი რუკების საკამათო ინტერპრეტაციებს ეფუძნება, დაახლოებით 12,000 წლის წინ ზუსტად იმ დროს, როდესაც პლატონი ატლანტიდას მიაწერს, ანტარქტიდა შესაძლოა მდებარეობდა მისი ამჟამინდელი მდებარეობიდან მნიშვნელოვნად ჩრდილოეთით. ამ შემთხვევაში, ის შეიძლება ყინულისგან თავისუფალი ყოფილიყო და ზომიერი ან სუბტროპიკული კლიმატიც კი ჰქონოდა. წარმოიდგინეთ სცენა, დაუსრულებელი მყინვარების ნაცვლად არის მწვანე ვაკეები, ყინულისგან თავისუფალი მთის ქედები და შესაძლოა, ამ ნაყოფიერ კონტინენტზე აყვავებული ცივილიზაცია, რომელმაც მიაღწია თავის ტექნოლოგიურ პიკს. თუ ჰაპგუდი მართალია, მაშინ ქერქის სწრაფმა გადაადგილებამ, უეცარმა, კატასტროფულმა გეოლოგიურმა პროცესმა შეიძლება ეს კონტინენტი სამხრეთ პოლუსზე გადაიტანოს სულ რაღაც რამდენიმე 1000 წელიწადში. კლიმატი მყისიერად შეიცვლებოდა და ყველაფერი, რაც არსებობდა, ფაქტიურად ადგილზე გაიყინებოდა. არა წარღვნა, არამედ უეცარი, სრული გამყინვარება. ეს იდეა მოულოდნელად გაყინული ცივილიზაციის შესახებ ძალიან მიმზიდველია, რადგან ის ხსნის, თუ რატომ ვერ ვიპოვეთ მისი კვალი ოკეანის ფსკერზე, სადაც ატლანტიდა, როგორც წესი, ჩაძირულია. ამის ნაცვლად, ისინი უბრალოდ დალუქულები არიან და ელოდებიან მყინვარს, რომელიც მათ საიდუმლოს დავიწყებას მისცემს, ან ჩვენს ტექნოლოგიას, რომელიც საკმარისად დახვეწილი გახდება ყინულის ქუდის შესაღწევად. ამ თეორიაში ატლანტიდა აღარ არის მხოლოდ მითი, ის გეოფიზიკურ შესაძლებლობად იქცევა. ამ ჰიპოთეზის მომხრეები ხშირად მიუთითებენ უცნაურ, გეომეტრიულად სრულყოფილ წარმონაქმნებზე, რომლებიც ზოგჯერ ჩანს თანამგზავრულ სურათებში, რომლებიც ყინულის თხელ ნაჭრებს აღწევენ. ეს სტრუქტურები ზოგჯერ დანგრეული შენობების, ზოგჯერ პირამიდების მსგავსი, მაშინვე იპყრობს ყურადღებას, თუმცა სამეცნიერო საზოგადოება, როგორც წესი, მათ ბუნებრივ გეოლოგიურ წარმონაქმნებად ან ოპტიკურ ილუზიებად მიიჩნევს. მაგრამ ფოტოზე სრულყოფილი კვადრატის ან სამკუთხედის ერთი შეხედვითაც კი საკმარისია ეჭვის გაჩენა. რა მოხდება, თუ ეს მხოლოდ მთა არ არის, არამედ ნაგებობის მწვერვალი, რომლის საძირკველიც უძველეს ნიადაგზეა დაფუძნებული? დაკარგული მიწების მითები, ჰიპერბორეელები, თულე და მუ, ყველა მათგანი ოქროს ხანასა და უეცარ კატასტროფაზე საუბრობს. ანტარქტიდის ჰიპოთეზა ამ უძველეს ლეგენდებს ფიზიკურად არსებულ კონტინენტთან აკავშირებს. ეს მითს წონას და გეოგრაფიულ საყრდენს ანიჭებს. აქ კი არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ერქვა სინამდვილეში ამ ცივილიზაციას, ატლანტიდას თუ სხვა რამეს. მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარების ფეხქვეშ, მათი ბაზებისა და როვერების ქვეშ, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, რომელიც ყინულით ნებისმიერ ეგვიპტურ სამარხზე უკეთ არის შემონახული. გაითვალისწინეთ, რომ მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ცივილიზაციისთვის კონტინენტის პოლარული მდებარეობა შესაძლოა გადაულახავ დაბრკოლებას არ წარმოადგენდეს. თუ მათ იცოდნენ, როგორ აეშენებინათ მეგალითური სტრუქტურები, შესაძლოა, კლიმატის კონტროლის ტექნოლოგიები ან გეოთერმული ენერგიის გამოყენების უნარი არ ჰქონოდათ? ლეგენდის თანახმად, ატლანტიდა თავისი ამპარტავნებისა და ომის გამო დაიღუპა. ანტარქტიდის სცენარში ის არა ადამიანის ხელით, არამედ თავად პლანეტის დაუნდობელი და სასტიკი ძალის გამო დაიღუპა. ამ მიწისქვეშა ნანგრევებზე ჩურჩული გაძლიერდა მიწაზე შემღწევი რადარის ტექნოლოგიის განვითარებით. როდესაც მეცნიერები ყინულს გეოლოგიური მონაცემების მოსაძებნად სკანირებენ, ისინი პერიოდულად ანომალიებს წააწყდებიან. რაღაც მკვრივს, რაღაც სტრუქტურირებულს, რაღაცას, რაც არ ჰგავს ბუნებრივ კლდეს ან ყინულს. ეს აღმოჩენები კლასიფიცირებულია, რადგან ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ანტარქტიდის ქვეშ შეიძლება არსებობდეს რაღაც ხელოვნური, უკონტროლო ჭორების ქარცეცხლს იწვევს. ამგვარად, ანტარქტიდაში ატლანტიდის მითი უბრალოდ ეზოთერიზმი არ არის. ეს არის მცდელობა, ახსნას კონტინენტის გეოლოგიური საიდუმლოებები არქეოლოგიური კვლევის ლინზებით. ეს არის მცდელობა, უპასუხოს კითხვას, თუ რატომ არის ეს მიწა ასე იზოლირებული და რატომ ინახავს ამდენ საიდუმლოს. ყინული მხოლოდ კედელი არ არის, ეს დროის კაფსულაა. და სადღაც იქ, ქვემოთ, საათი შეიძლება გაჩერდეს უეცარი, კატასტროფული გამყინვარების მომენტში, სამუდამოდ შეინახოს დიდი ცივილიზაციის საიდუმლო. მოგვიანებით დაუბრუნდებით თანამგზავრულ სურათებსა და რუკებს, მაგრამ ახლა, მოდით, ეს სურათი მწვანე ანტარქტიდა მაღალი ქალაქებით თქვენს გონებაში ჩაიბეჭდოს. მწვანე ანტარქტიდასა და უძველეს ცოდნაზე საუბრისას, არ შეგვიძლია უგულებელყოთ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ხშირად განხილული დოკუმენტი,
რომელიც წარსულ ცივილიზაციებს გაყინულ კონტინენტთან აკავშირებს. პირი რეისის რუკა. 1929 წელს სტამბოლის სასახლის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი ეს რუკა არ არის სუფთა მხატვრული ლიტერატურა ან მითი. ეს არის ნამდვილი არტეფაქტი, რომელიც ოსმალეთის ადმირალმა და კარტოგრაფმა აჰმედ მუჰიდინ პირი რეისმა 1513 წელს შეადგინა. რუკა გასაოცარია აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და ცენტრალური ამერიკის ნაწილის სანაპირო ხაზების ზუსტი გამოსახვით, მაგრამ ნამდვილი შოკი მის ქვედა ნაწილშია. ეს ნაწილი, სადაც თანამედროვე გაგებით მხოლოდ უსაზღვრო სამხრეთ ატლანტიკას უნდა ველოდოთ, კონტინენტის სანაპიროებს ასახავს. ბევრი ექსპერტი, მათ შორის პროფესორი ჰაბგუდი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ამტკიცებს, რომ ეს სხვა არავინაა, თუ არა ანტარქტიდის სანაპირო. მაგრამ ყველაზე წარმოუდგენელი ის კი არ არის, რომ მასზე გამოსახულია კონტინენტი, რომელიც ოფიციალურად 1820 წლამდე არ აღმოჩენილა. არამედ ის, თუ როგორ არის ის გამოსახული. რუკაზე ამტკიცებენ, რომ დედოფალ მოდის მიწის სანაპირო, ანტარქტიდის სექტორი, ყინულის საფარის გარეშეა გამოსახული. გაითვალისწინეთ ეს. თუ რუკა ზუსტია, ის აღწერს გეოლოგიურ რეალობას, რომელიც დედამიწაზე სულ მცირე 6000 წლის წინ არსებობდა, როდესაც ანტარქტიდის ეს ნაწილი გეოლოგების აზრით, ბოლოს ყინულისგან თავისუფალი იყო. როგორ შეიძლებოდა წეს საუკუნეში ოსმალ ადმირალს სცოდნოდა აღმოუჩენელი კონტინენტის შესახებ და უფრო მეტიც, როგორ შეიძლებოდა მას ინფორმაცია ჰქონოდა მისი გეოგრაფიის შესახებ, რომელიც კილომეტრობით ყინულის ქვეშ იყო დამალული? თავად პირი რეისი არ ამტკიცებდა, რომ რუკა პირადი კვლევის საფუძველზე შექმნა. მან დატოვა ჩანაწერები, რომლებშიც მითითებული იყო, რომ მისი ნაშრომი ათობით, შესაძლოა ასობით, ძველი წყაროსა და რუკის კომპილაცია იყო. ის წერდა ალექსანდრე მაკედონელის დროიდან შედგენილ რუკებზე. სწორედ აქ იწყება ნამდვილი საიდუმლო. თუ პირი რეისის რუკა ნამდვილად ასახავს ყინულისგან თავისუფალ ანტარქტიდას, ეს ნიშნავს, რომ სადღაც უძველეს ან თუნდაც პრეისტორიულ ხანაში არსებობდა ცივილიზაცია წარმოუდგენლად ზუსტი გეოდეზიური ცოდნითა და კარტოგრაფიული უნარებით. ამ ცივილიზაციას უნდა შეეძლო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება, შესაძლოა, იმ ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი, რომელთა ათვისებასაც ახლა ვიწყებთ. სკეპტიკოსებისთვის, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ახსნა განმარტებებიც. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ რუკის ქვედა ნაწილი უბრალოდ სამხრეთ ამერიკის სანაპირო ზოლის დამახინჯებული გამოსახულებაა, რაც პროექციის შეცდომებით არის გამოწვეული. სხვები ვარაუდობენ, რომ ეს მითიური Cook of Thames-ის სანაპიროებია, რომელიც ევროპელმა კარტოგრაფებმა დახატეს გლობუსის ცარიელი სივრცის შესავსებად სამხრეთ კონტინენტის არსებობის ეჭვის გამო. მაგრამ ამ ახსნა განმარტებების მიუხედავად, გასაოცარია კონტინენტის ზოგიერთი მახასიათებლის ასახვის სიზუსტე. მაგალითად, მთის ქედების ასახვის წესი, რომლებიც რეალურად ყინულის საფარის ქვეშ არსებობს. თუ მივიღებთ ჰიპოთეზას, რომ რუკა უძველეს, გამყინვარებამდელ წყაროებს ეფუძნება, მაშინ ეს ხდება ატლანტიდის ან სხვა მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის სასარგებლოდ, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს რუკების შედგენა. ამ ცივილიზაციამ როგორღაც მოახერხა ამ ცოდნის გადაცემა ათასობით წლის განმავლობაში, ომების, ბიბლიოთეკების ხანძრებისა და იმპერიების დაშლის პერიოდებში, სანამ ის ოსმალო კარტოგრაფის ხელში არ ჩავარდა. ის ფაქტი, რომ რუკაზე გამოსახული სანაპირო ზოლი ემთხვევა ამჟამინდელი ყინულის საფარის ქვეშ არსებული მიწის კონტურებს, რაც დადასტურებულია თანამედროვე მიწის მჭრელი რადარით, არ შეიძლება იყოს უბრალოდ ამთხვევა. თუ ეს უბრალოდ დამახინჯება, შემთხვევითი ნახაზი იქნებოდა. ასეთი კორელაცია არ იქნებოდა ტერიტორიის გეოლოგიასთან. ეს გაკვირვებას იწვევს. პირი რეისის რუკა არ არის მხოლოდ უძველესი არტეფაქტი. ეს არის ფანჯარა დავიწყებულ წარსულში. არსებობს სხვა რუკებიც, მაგალითად ორონტიუს ფინეუსის 1521 წლის რუკა, რომელიც ასევე ასახავს ანტარქტიდას ყინულისგან თავისუფალი მდინარეებითა და მთებით. და კიდევ ერთხელ, როგორ? თუ ისინი არ აღმოაჩინეს და თუ მათ შესახებ ცოდნა არსებობდა, ვინ შეინახა იგი? შესაძლოა, ეს ცოდნა საიდუმლო საზოგადოებების მიერ იყო დაცული ან გადაცემული მეზღვაურებისა და მეცნიერების ყველაზე ექსკლუზიურ წრეებში. ეს საიდუმლო ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელია. ის ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს გაგებას ადამიანური ცოდნის ქრონოლოგიის შესახებ. ის მიანიშნებს, რომ ჩვენამდეც არსებობდა ცივილიზაცია, შესაძლოა ჩვენზე უფრო განვითარებული, და რომ მთელი ისტორია, რომელსაც სკოლაში ვსწავლობთ, მხოლოდ მეორე მოქმედებაა პლანეტის დიდი დრამისა. ანტარქტიდის დნობის ჭეშმარიტება, რომელიც გაყვითლებულ პერგამენტზეა აღბეჭდილი, ჩურჩულებს კატასტროფას, რომელმაც მთელი ცივილიზაცია წაშალა დედამიწის პირისპირ და მხოლოდ ეს კარტოგრაფიული კვალი დატოვა. და როდესაც ამ პერგამენტის ნაჭერს ვუყურებთ, რომელიც სითბოში დევს, გვესმის, რომ ყინული შესაძლოა დნება არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების,
არამედ ჭეშმარიტების დაუნდობელი ძალის გამო. ანტარქტიდისა და მასში არსებული საიდუმლოებების განხილვისას შეუძლებელია უგულებელყოთ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ხშირად ციტირებული ომის შემდგომი ისტორია – ოპერაცია ჰაიჯამპი. ეს ექსპედიცია, ოფიციალურად ცნობილი როგორც აშის მეოთხე საზღვაო ძალების ანტარქტიდის კვლევითი ექსპედიცია, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე 1946-1947 წლებში ჩატარდა. ის კვლავ დაბრკოლებად რჩება ოფიციალურ ისტორიასა და წარმოუდგენელ რაღაცასთან შეხვედრის მუდმივ ჭორებს შორის. ამ ოპერაციის მასშტაბები თავისი დროისთვის უპრეცედენტო იყო. ცნობილი პოლარული მკვლევარის, ადმირალ რიჩარდ ე. ბირდის მეთაურობით ანტარქტიდისკენ არმადა გაემგზავრა. 13 გემი, მათ შორის ავიამზიდი ფილიპინების ზღვა, საბრძოლო ხომალდები, ტანკერები, 4700 პერსონალი და მრავალი თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ოფიციალური მიზანი იყო კონტინენტის რუკის შედგენა, სამეცნიერო კვლევის ჩატარება და პერსონალის ექსტრემალურ პირობებში მომზადება. ლოგიკურად ჟღერს. თუმცა რესურსებისა და გამოცხადებული მიზნების არაპროპორციული ბუნება კითხვებს ბადებს. რატომ უნდა გაიგზავნოს მთელი ფლოტილია, რომელიც სამხედრო ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, რუტინული სამეცნიერო გაზომვებისთვის? რატომ უნდა განლაგდეს ათასობით ჯარისკაცი და მეზღვაური ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ სელაპები და პინგვინები ცხოვრობენ? ეს უფრო სამხედრო ოპერაციას ჰგავდა, ვიდრე სამეცნიერო მისიას და სწორედ ამან გააღვივა ჭორები. მისია თავდაპირველად 6-დან 8 თვემდე იყო დაგეგმილი. მაგრამ რა მოხდა? ოპერაცია მოულოდნელად შეწყდა და სულ რაღაც 8 კვირის შემდეგ შემცირდა. ფლოტი სასწრაფოდ დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, რის გამოც გაცილებით მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი. ოფიციალური ცნობები მწირი და ბუნდოვანი იყო, მოხსენიებული იყო მკაცრი ამინდის პირობები და კლიმატის მოულოდნელი გაუარესება, რამაც სავარაუდოდ პროგრამა ჩაშალა. ამ ამბის ყველაზე საინტერესო და, რა თქმა უნდა, ყველაზე განხილული ელემენტია ადმირალ ბირდის მიერ ჩილეს გაზეთ ელ მერკურიოსთვის დაბრუნების შემდეგ მიცემული ინტერვიუ. ამ ინტერვიუში, რომელიც სწრაფად გახდა ლეგენდარული, ბირდმა, სავარაუდოდ, განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა. მან გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს დაიცვას თავი წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრავი მტრული ობიექტებისგან, რომლებსაც შეუძლიათ პოლუსიდან პოლუსზე ფრენა. მან ისაუბრა ახალ მტერზე, რომელიც შეიძლება პოლარული ქუდების უკნიდან მოვიდეს და ფლობდეს წყალქვეშ დიდი სიჩქარით გადაადგილების უნარს. მიუხედავად იმისა, რომ აშის ოფიციალურმა პირებმა იჩქარეს ამ კომენტარების უარყოფა ან დაკნინება, თარგმანის შეცდომაში ჩილეს პრესას ადანაშაულებდნენ. ეს სიტყვები მყისიერად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და შეთქმულების თეორიის პირთვად იქცა. რა დაინახეს სიმაღლეზე ნახტომის მონაწილეებმა? ჭორები მოიცავს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან უცხოპლანეტელების შეხვედრებს, რომლებმაც, ზოგიერთის აზრით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღჭურვილობას და რამდენიმე თვითმფრინავიც კი ჩამოაგდო, საიდუმლო მიწისქვეშა ბაზების აღმოჩენამდე. ზოგიერთი თეორია ვარაუდობს, რომ მისია სინამდვილეში ნაცისტების საიდუმლო სამალავების პოვნასა და განადგურებას ან შესწავლას ისახავდა მიზნად, რასაც შემდეგ ნაწილში განვიხილავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ისტორიაში ყველაზე დიდი პოლარული ექსპედიციის მოულოდნელმა, აუხსნელმა დასასრულმა, რომელსაც თან ახლდა მისი ლიდერის ასეთი საგანგაშო კომენტარების სუპერსტრაფი, ინტერპოლარული მტრისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ სპეკულაციებისთვის იდეალური ნიადაგი შექმნა. ბევრი თვლის, რომ ბირდმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს რაღაც, რაც ადამიანის გაგების მიღმაა, უცხოპლანეტელების ტექნოლოგია, რომელსაც ან თავად უცხოპლანეტელები იცავდნენ, ან ისინი, ვინც მას ადრე ფლობდნენ, მაგალითად მესამე რაიხის ნარჩენები. 1947 წლის ამ მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა ანტარქტიდის მიმართ დამოკიდებულება. ის აღარ იყო უბრალოდ სამეცნიერო ლაბორატორია. ის სამხედრო თეატრად და გლობალური საიდუმლოს სამალავად იქცა. ადმირალი ბირდი, რომელიც მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, ყოველთვის მისტიკით მოცულ ფიგურად რჩებოდა და მისი უცნაური დღიურის ჩანაწერები, რომლებიც სავარაუდოდ აღწერდა დედამიწის შიდა ნაწილში მოგზაურობას, რომელზეც ასევე ვისაუბრებთ, მხოლოდ ცეცხლს ასხამდა ნავთს. ოპერაცია მაღალი ნახტომი კვლევის ისტორიაში მხოლოდ ერთი თავი არ არის. ეს არის პირველი ოფიციალური მინიშნება იმისა, რომ ანტარქტიდის ყინულოვანი ქერქის ქვეშ რაღაც იმალება, რის შესახებაც მსოფლიო ძალები საჯაროდ არ საუბრობენ. ეს იყო წყალგამყოფი მომენტი, რის შემდეგაც კონტინენტის კვლევის უმეტესი ნაწილი მკაცრად გასაიდუმლოებული ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით რეგულირებული გახდა, რაც თავისთავად ეჭვს იწვევს. 1947 წელს პოლუსზე წარმოშობილი დაძაბულობა დღესაც იგრძნობა.
თუ ადმირალ ბირდის ოპერაცია მაღალი ნახტომი რეაქცია იყო, მაშინ გერმანული ბაზები და ახალი შვაბიის მითი არის ის თავდაპირველი საიდუმლო, რომელმაც ეს გამოიწვია. მესამე რაიხის ანტარქტიდასთან კავშირი, ალბათ, ყინულოვანი კონტინენტის გარშემო არსებული ყველაზე მუდმივი და ბოროტი შეთქმულების თეორიაა. ის მტკიცედ არის ფესვგადგმული საზოგადოებრივ წარმოსახვაში და ეფუძნება რეალურ ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც მოგვიანებით წარმოუდგენელი დეტალები შეიძინეს. ისტორიული ფაქტი: 1938-1939 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ნაცისტურმა გერმანიამ მართლაც გაგზავნა ექსპედიცია ანტარქტიდაზე კაპიტან ალფრედ რიჩერის მეთაურობით. ოფიციალური მიზანი სამეცნიერო და ვეშაპებზე ნადირობა იყო, მაგრამ ნამდვილი მოტივი გეოპოლიტიკური იყო. გერმანია ცდილობდა კონტინენტის ნაწილზე პრეტენზიის გამოცხადებას. ჰიდროთვითმფრინავებიდან სვასტიკებით გამოსახული ლითონის დროშები ჩამოაგდეს და დაახლოებით 600,000 კვადრატული კილომეტრის ფართობი ახალი შვაბიად გამოცხადდა. რიჩერი და მისი გუნდი დეტალური რუკებითა და აეროფოტოებით დაბრუნდნენ. თუმცა რეალური ჯორები ომის შემდეგ დაიწყო. გამუდმებით ვრცელდებოდა მტკიცებები, რომ გერმანულმა ექსპედიციამ ყინულის რუკის შედგენაზე მეტი გააკეთა. სავარაუდოდ, მათ აღმოაჩინეს მყინვარქვეშა გამოქვაბულების უზარმაზარი ქსელი, ბუნებრივი ან შესაძლოა გეოთერმული აქტივობით შექმნილი, რაც იდეალური აღმოჩნდა საიდუმლო, შეუღწევადი ბაზის ასაშენებლად. ეს ბაზა, კოდური სახელწოდებით ბაზა 211, ხმების თანახმად, აშენდა სამხედრო ტყვეების შრომისა და უახლესი საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებით. ამბობდნენ, რომ რაიხის საუკეთესო მეცნიერები, ინჟინრები და, რაც მთავარია, საიდუმლო ტექნოლოგიები, რომლებსაც შეეძლოთ ომის მიმდინარეობის შეცვლა, აქ სრული საიდუმლოებით მოიყვანეს. სწორედ აქ გადადის თეორია სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში, თუმცა შემაშფოთებელი ისტორიული გამოძახილებით. ითვლება, რომ ანტარქტიდაზე გადაიტანეს არა მხოლოდ გეგმები, არამედ დისკოს ფორმის საფრენი აპარატების, ცნობილი ქვისა და ნგნუს მოქმედი პროტოტიპებიც, რომლებიც გერმანელმა მეცნიერებმა ომის ბოლოს შეიმუშავეს. ამ თეორიის თანახმად ნაცისტებმა არ წააგეს, მათ უბრალოდ შეცვალეს ოპერაციების თეატრი. მათ თავიანთი ელიტა, ტექნოლოგია და გეგმები სამხრეთ პოლუსზე მდებარე უკანასკნელ ბასტიონში გადაიტანეს. ეს ხსნის, თუ რატომ ლეგენდის თანახმად, ომის ბოლო დღეებში ევროპის წყლებიდან უკვალოდ გაუჩინარდა რამდენიმე გერმანული წყალქვეშა ნავი ულპაკჯ, რომლებიც არასდროს ჩაბარებულან მოკავშირეებს. შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ წყალქვეშა ნავებში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ადამიანები, არამედ ახალი შვაბიის ტექნოლოგიური თავშესაფრის კომპონენტებიც იყო. ამ ლოგიკის თანახმად, ანტარქტიდის ყინულში არა მხოლოდ ბაზა, არამედ მესამე რაიხის გაგრძელება იყო. სწორედ ამ კონტექსტში იძენს ადმირალ ბირდის მაღალ ნახტომს ახალი მნიშვნელობა. შესაძლოა 1947 წლის მისია არ იყო რუკების შედგენის ექსპედიცია, არამედ ნაცისტური წინააღმდეგობის უკანასკნელი კერის შეჭრის ან განადგურების მცდელობა, იდუმალი მფრინავი თეფშებით შეიარაღებული. მაღალსიჩქარიან უცხოპლანეტელებთან შეხვედრების მტკიცებულებები, რომლებმაც სავარაუდოდ დააზიანეს ბირდის გემები და თვითმფრინავები, იდეალურად ემთხვევა ჰაუნებუს ლეგენდას, რომელიც პატრულირებდა მათი საიდუმლო ციხესიმაგრის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს. ამბობენ, რომ თავად გერმანელები აქტიურად იკვლევდნენ ანტარქტიდას, არატრადიციული მეთოდების გამოყენებით, შესაძლოა, ჩვენს მიერ განხილულ ძალიან უძველეს რუკებზეც კი დაყრდნობით. ისინი ეძებდნენ არა მხოლოდ ტერიტორიას, არამედ ენერგეტიკულ ანომალიებს ან გეოთერმულ წყაროებს, რომლებიც უზრუნველყოფდა ბაზის გადარჩენას. და მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ბაზა 211, ის არსებობის ან ნაცისტების მიერ უცხოპლანეტელების დანახვის ოფიციალური, უტყუარი მტკიცებულება, ნაცისტების სამეცნიერო და სამხედრო უპირატესობის ისტორია, რომელიც დედამიწის ყველაზე მიუწვდომელ ადგილას გადაიტანეს, ყველა შემდგომი უცნაურობის ძლიერ ახსნას იძლევა. ის ხსნის საიდუმლოებას, ხსნის ამერიკული რეაგირების აუცილებლობას და ხსნის, თუ რატომ იცავს ბევრი ქვეყანა ასე ეჩვიანად კონტინენტზე არსებულ თავის პატარა კვლევით ობიექტებს. ახალი შვაბიის მითი ისტორიის, მეცნიერებისა და ოკულტიზმის შემაშფოთებელი შერწყმაა. ის გვახსენებს, რომ ისტორიის წიგნების მიღმა, ყინულოვან უდაბნოში, შეიძლება იმალებოდეს არა მხოლოდ უძველესი ნანგრევები, არამედ კაცობრიობის უახლესი, ყველაზე ბნელი თავების აქტიური ნარჩენებიც. ბაზა 211, თუ ის არსებობს, არის ტექნოლოგიური დროის კაფსულა, ყინულში დალუქული, რომელიც თავის დროს ელოდება. თუ საიდუმლო ბაზებისა და უძველესი ცივილიზაციების შესახებ ჯორებს დავეთანხმებით, აუცილებლად მივალთ საიდუმლო გვირაბებისა და წყალქვეშა გამოქვაბულების აუცილებლობამდე, რომლებიც წვდომასა და დაცვას უზრუნველყოფენ. ანტარქტიდა არ არის მონოლითური ყინულის კუბი.
ეს არის რთული გეოლოგიური სისტემა, რომელიც სავარაუდოდ დაფარული გასასვლელებით არის სავსე. თავად ბუნება ასეთი თავშესაფრების შესაქმნელად რამდენიმე მექანიზმს ითვალისწინებს. პირველ რიგში არსებობს გეოთერმული აქტივობა. ანტარქტიდას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონტინენტს, აქვს გაზრდილი შიდა სითბოს ზონები, განსაკუთრებით ვულკანური რეგიონების ან რიფტული ზონების მახლობლად. ამ სითბოს შეუძლია შექმნას ყინულის გამოქვაბულების უზარმაზარი სისტემები, ლურჯი ყინულის გამოქვაბულები, რომლებიც შიგნიდან თბება. ეს გამოქვაბულები, რომელთაგან ზოგიერთი უკვე შესწავლილია, შეიძლება გადაჭიმული იყოს მრავალი კილომეტრის განმავლობაში, შექმნას მთელი მიწისქვეშა ლაბირინთები, სადაც ტემპერატურა მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ზედაპირზე. ასეთ პირობებში, გარე სიცივისგან იზოლირებულად, შეიძლება არსებობდეს უნიკალური მიკროეკოსისტემა. მეორეც, არსებობს წყლის ფაქტორი. მყინვარი არ არის მხოლოდ გაყინული წყალი. ეს არის გიგანტური მოძრავი მდინარე. მყინვარის ძირში, სადაც წნევა უზარმაზარია, წყალი შეიძლება თხევადი მდგომარეობაში დარჩეს დაბალ ტემპერატურაზეც კი. ეს ყინულქვეშა მდინარეები და ტბები, რომლებსაც მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ, შეიძლება წარმოიქმნას უზარმაზარი ღრუები და გვირაბები. გეოინჟინერიის თვალსაზრისით, ეს არის იდეალური, წინასწარ არსებული ინფრასტრუქტურული არტერიები, რომლებიც როგორც უძველეს ატლანტიდელებს, ასევე ნაცისტ ინჟინრებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ფარული მოგზაურობისა და მშენებლობისთვის. კერძოდ, ახალი შვაბიის შესახებ. ბაზა 211 ის შესახებ ჩორები ყოველთვის მოიცავდა მის მდებარეობას უზარმაზარ გამოქვაბულთა სისტემაში. გარდა ამისა, ითხოვინებოდნენ, რომ ბაზას ოკეანეზე წვდომა ჰქონდა წყალქვეშა გვირაბების საშუალებით, რაც გერმანულ წყალქვეშა ნავებს საშუალებას აძლევდა კომპლექსში შესულიყვნენ თანამგზავრებისა და თვითმფრინავების მიერ შეუმჩნევლად. წარმოიდგინეთ, წყალქვეშა ნავი ყინულის შელფის ქვეშ სრიალებს, ფრთხილად დამალულ შესასვლელს პოულობს და გიგანტურ, თბილ, გეოთერმულად გახურებულ გამოქვაბულში ჩაყვინთავს. ეს იდეალური, ბუნებრივი საზღვაო პორტია. სამეცნიერო თვალსაზრისით, ასეთი წყალქვეშა ღრუების აღმოჩენას ზოგიერთი მონაცემი ადასტურებს. მიწისქვეშა რადარის კვლევები ყინულის ფენის ქვეშ გიგანტური სიცარიელეების არსებობას ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მათ როგორც წესი ყინულით დაფარულ ღრმა ხეობებად ან კანიონებად ხსნიან, მათი კონტურები ზოგჯერ ძალიან გლუვი ან ძალიან გეომეტრიულად რეგულარული ჩანს, რაც ბუნების მიერ გათხრილი და არა გამოკვეთილი მეგალითური გვირაბების ან გასასვლელების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე მომხიბვლელი, თუმცა დაუდასტურებელი ისტორიები სხვა სამყაროების გვირაბებს ეხება. ზოგიერთი მკვლევარი, მათ შორის ისინი, ვინც ღრუ დედამიწის თეორიას სწამს, ვარაუდობენ, რომ ანტარქტიდა მაგნიტური და გრავიტაციული ანომალიების შესართავს წარმოადგენს. მათი აზრით, ეს ანომალიები შეიძლება დაკავშირებული იყოს დიდ, ვერტიკალურ ლილვებთან ან გვირაბებთან, რომლებიც უზარმაზარ სიღრმეებამდეა გადაჭიმული. ადმირალ ბირდმა თავის სავარაუდო დღიურის ჩანაწერებში სავარაუდოდ აღწერა პოლუსთან ახლოს მდებარე ღია პორტალში ან გვირაბში ფრენა, რამაც ის დედამიწის შიგნით თბილ, განათებულ ხეობაში მიიყვანა. ამ ისტორიების აბსურდულობის მიუხედავად, ისინი ასახავს ჩვენს ღრმა რწმენას, რომ ისეთი უზარმაზარი, იზოლირებული და შეუსწავლელი ადგილი, როგორიც ანტარქტიდაა, არ შეიძლება იყოს უბრალოდ ყინული. ის უნდა მალავდეს ბილიკებს. წარსულისკენ მიმავალი ბილიკები, საიდუმლოებებისკენ მიმავალი ბილიკები, განსაკუთრებული მნიშვნელობისკენ მიმავალი ბილიკები. ყინულის ქვეშ ნებისმიერი მშენებლობა წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ თუ საუბრობთ პირი რეისის რუკების შექმნის უნარიან ცივილიზაციაზე, ან სუპერთექნოლოგიებით შეპყრობილ ნაცისტებზე, ამ სირთულეების დაძლევა მითის ტექნიკურ მოთხოვნად იქცევა. გვირაბები ანტარქტიდის საცხოვრებლად ვარგისი და გარე სამყაროსთვის უხილავი გახდომის გასაღებია. საბოლოო ჯამში, იდეა, რომ სადღაც იქ კილომეტრობით გაყინული სიმშვიდის ქვეშ, არსებობს ფარული გასასვლელებისა და ნავსაყუდლების მთელი ქსელი, რომლებზეც წყალქვეშა ნავით ან სპეციალური მანქანით მოხვედრა არის იდეა, რომელიც გვაიძულებს მსოფლიო რუკას სრულიად ახლებურად შევხედოთ. ანტარქტიდა აღარ არის სამყაროს დასასრული და საიდუმლო კარად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ უძველეს ცივილიზაციებსა და გამოქვაბულებში დამალულ სამხედრო ბაზებზე, სამეცნიერო საზოგადოება ფოკუსირებულია ანტარქტიდის, შესაძლოა, ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი საიდუმლოს მისი მყინვარქვეშა ტბების აღმოჩენაზე. წყლის ეს მასივები არ არის მხოლოდ დნობის წყლის კუბეები. ისინი მთლიანი მტკნარი წყლის სისტემებია, რომლებიც ყინულის გარსის მუდმივ სიბნელესა და წნევაშია ჩარჩენილი და ისინი იდეალურ ბუნებრივ დროის კაფსულას წარმოადგენენ იმის შესასწავლად, თუ რა შეიძლება გადარჩეს ექსტრემალურ პირობებში. ამ საოცრებებიდან ყველაზე ცნობილი და უდიდესი ვოსტოკის ტბაა.
ის რუსეთის ანტარქტიდის ვოსტოკის სადგურის ქვეშ მდებარეობს, სადაც პლანეტაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა -89 გრადუსი ცელსიუსი. ვოსტოკის ტბა თავად გიგანტია. დაახლოებით 250 კილომეტრის სიგრძის, 50 კილომეტრის სიგანის და ზოგან 1200 მეტრამდე სიღრმის. ის თითქმის 4 კილომეტრამდე სიგანის ყინულის ფენის ქვეშ მდებარეობს. ვოსტოკს უნიკალურს მისი იზოლაცია ხდის. გეოლოგების შეფასებით, ტბა 15 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყინულით იყო დაფარული. ეს ნიშნავს, რომ იქ არსებული წყალი და ნებისმიერი სიცოცხლე, რომელიც შეიძლება განვითარდეს მასში, მილიონობით წლის განმავლობაში მთლიანად მოწყვეტილი იყო დედამიწის ატმოსფეროსა და მზის სხივებისგან. ეს არის პლანეტაზე ყველაზე სუფთა, ყველაზე ხელუხლებელი მტკნარი წყალი. ვოსტოკის ტბა ბუნებრივი ლაბორატორიაა ექსტრემოფილების შესასწავლად ორგანიზმების, რომლებსაც შეუძლიათ აყვავება ისეთ პირობებში, რომლებსაც ჩვენ სიცოცხლესთან შეუთავსებლად მივიჩნევთ. სიბნელე, ექსტრემალური ცნევა და უჩვეულო წყლის ქიმია. ვოსტოკში წყალი, სავარაუდოდ, მდიდარია ჟანგბადით, რომელიც მყინვარის ქვედა ფენებიდან არის მოპოვებული, მაგრამ ძალიან მაღალი ცნევა აქვს. როდესაც რუსი მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ბურღვის შემდეგ საბოლოოდ მიაღწიეს ტბის ზედაპირს 2012 წელს, ეს იყო დიდი სამეცნიერო გარღვევა. თუმცა, მან ასევე წამოჭრა ახალი, უფრო საინტერესო კითხვები. რა სიცოცხლის ფორმები აღმოაჩინეს იქ? და რა მოხდება, თუ არსებობს არა მხოლოდ მიკროორგანიზმები? ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ უნიკალური ფლორა და ფაუნა შესაძლოა განვითარდა მყინვარქვეშა ტბების იზოლირებულ, გეოთერმულად მდიდარ რეგიონებში. შეიძლება თუ არა არსებობდეს უფრო რთული, მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც ადაპტირებული არიან მუდმივ სიბნელესთან. შეიძლება წარმოვიდგინოთ მანათობელი არსებები, რომლებიც იკვებებიან ქიმიური ელემენტებით ან გეოთერმული ენერგიით, სრულიად განსხვავებული ყველაფრისგან, რაც ჩვენ ვიცით. უფრო მეტიც, ვოსტოკის ტბა არა მხოლოდ ბიოლოგების ყურადღებას იპყრობს. ყინულისგან თავისუფალი ტბის ფსკერი შესაძლოა ფასდაუდებელ გეოლოგიურ საბადოებს შეიცავდეს. ეს საბადოები შესაძლოა ანტარქტიდის მწვანე პერიოდის გამოვლენის მიზეზად იქცეს, რაც ატლანტიდის მითებსა და პირი რეისის რუკაზე პირდაპირი მინიშნებაა. თუ ფსკერზე არა მხოლოდ უძველესი მინერალები, არამედ ხელოვნურად დამუშავებული ქვები ან უჩვეულო შენადნობებიც აღმოჩნდება, ეს პლანეტის ისტორიის შესახებ ჩვენს გაგებაში რევოლუციას მოახდენს. შეთქმულების თეორიების კონტექსტში, მყინვარქვეშა ტბების სწრაფად იქცა საიდუმლო ბაზების სავარაუდო ადგილებად. კილომეტრობით სისქის ყინულის ქვეშ დამალული წყლის უზარმაზარი, ღრმა სხეული წყალქვეშა ბაზის იდეალური ადგილია, რომელიც თანამგზავრებისა და რადარებისთვის მიუცდომელია. ზოგიერთი თეორია ვარაუდობს, რომ ვოსტოკის ტბა შეიძლება გაცილებით დიდი, ურთიერთდაკავშირებული ჰიდროლოგიური ქსელის ნაწილი იყოს, რომელიც თბილ წყალსატევებს უზრუნველყოფს სავარაუდო ბაზა 211-მდე ან უძველესი ქალაქების ნანგრევებამდე. ამგვარად, ვოსტოკის ტბა და ანტარქტიდაში აღმოჩენილი 400-ზე მეტი სხვა მყინვარქვეშა ტბა უბრალოდ სამეცნიერო ობიექტებზე მეტია. ისინი სრულიად ახალი, იზოლირებული სიცოცხლის პოტენციური აკვანი და, შესაძლოა, კონტინენტის უძველესი საიდუმლოებების საცავიც არიან. ამ ტბებიდან ყოველი ბურღვა, წყლის ყოველი ანალიზი დროში ჩაძირვის ერთგვარი სახეა. და სანამ სუნთქვაშეკრული ველოდებით ახალ, საბოლოო შედეგებს, გვესმის, რომ სწორედ ამ გაყინულ, იზოლირებულ სიბნელეში შეიძლება იმალებოდეს ანტარქტიდის დიდი საიდუმლოს ამოხსნის გასაღები. მყინვარი არ არის ბარიერი, არამედ დამცავი გუმბათია იმ სამყაროს თავზე, რომელიც აღმოჩენას ელოდება. ბიოლოგიური და ჰიდროლოგიური საიდუმლოებებიდან სუფთა ფიზიკაზე გადასვლისას, ჩვენ ვაწყდებით ანტარქტიდის, შესაძლოა, ყველაზე შემაშფოთებელ და აუხსნელ ფენომენს, მაგნიტური ველის ანომალიებს და გრავიტაციულ ძვრებს. ეს მოვლენები არ არის ჯორები ან მითები. ისინი ეფუძნება როგორც თანამგზავრების, ასევე ხმელეთზე დაფუძნებული კვლევითი მისიების მიერ შეგროვებულ რეალურ მონაცემებს და მიუთითებს ყინულის ფენის ქვეშ რაღაც უზარმაზარი, მკვრივი და ბოლომდე გაუგებარი რამის არსებობაზე. დედამიწა ცნობილია, რომ გარშემორტყმულია მაგნიტური ველით და პოლუსებზე, სადაც ველის ხაზები იკრიბება. ის განსაკუთრებით ინტენსიური და ცვალებადია. თუმცა, როგორც ჩანს, ანტარქტიდა საკუთარი ლოკალიზებული ანომალიების წყაროა. ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ანტარქტიდის სექტორში, ინსტრუმენტები აფიქსირებენ მკვეთრ ტალღებს და აუხსნელ გადახრებს მაგნიტური ველის სიძლიერესა და მიმართულებაში. ეს მაგნიტური ანომალიები შესაძლოა გამოწვეული იყოს დედამიწის ქერქში ან მანტიაში რკინის შემცველი ქანების უჩვეულო განაწილებით. თუმცა, ზოგიერთი მათგანი იმდენად ძლიერი და ლოკალიზებულია, რომ მკვლევარებში ეჭვებს იწვევს. ეს კითხვას ბადებს,
შეიძლება თუ არა ისინი ხელოვნური იყოს? შექმნილი ტექნოლოგიით, რომელიც იყენებს ან წარმოქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველებს? ეს იდეალურად ჯდება ნაცისტური განვითარების ლეგენდებში ან უძველეს, მაღალგანვითარებულ მანქანებზე, შესაძლოა ატლანტიდის მიერ დატოვებულ ენერგიის წყაროებზე. თუ ყინულის ქვეშ უზარმაზარი ტექნოლოგიური კომპლექსია, რომელიც მუშაობს ან უბრალოდ დამზადებულია უჩვეულო ლითონებისგან, ის აუცილებლად გამოიწვევს მსგავს მაგნიტურ დარღვევებს. კიდევ უფრო საინტერესოა გრავიტაციული ანომალიები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანამგზავრულმა პროგრამებმა, როგორიცაა გრავიტაციის აღდგენა და კლიმატის ექსპერიმენტი, მეცნიერებს საშუალება მისცეს შეექმნათ დედამიწის გრავიტაციული ველის უაღრესად ზუსტი რუკები. ეს რუკები ზომავს გრავიტაციის მცირე ცვლილებებს, რაც თავის მხრივ მიუთითებს ზედაპირის ქვეშ მასის უჩვეულო განაწილებაზე. ანტარქტიდის ზოგიერთ რეგიონში თანამგზავრებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი გრავიტაციული ორმოები ან გუმბოკები. გრავიტაციული გუმბოკი ნიშნავს, რომ მასის, ანუ სიმკვრივის კონცენტრაცია ამ ადგილას უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ყინულისა და კლდისგან იქნებოდა მოსალოდნელი. ეს მიუთითებს ულტრამკვრივი რაღაცის არსებობაზე დიდ სიღრმეზე. მეცნიერები ამას ხშირად ხსნიან მკვრივი მინერალური საბადოებით ან მანტიის მახასიათებლებით. თუმცა არსებობს ერთი ანომალია, რომელიც მუდმივად იპყრობს შეთქმულების თეორეტიკოსების ყურადღებას. აღმოსავლეთ ანტარქტიდაში უზარმაზარი გრავიტაციული ბორცვი, რომელსაც ზოგიერთი ზემკვრივი ობიექტის სავარაუდო ადგილმდებარეობასთან ასოცირდება. თუ ეს ობიექტი ბუნებრივი არ არის, მაშინ მისი მასა და სიმკვრივე კოლოსალური უნდა იყოს, რათა ასეთი შესამჩნევი გრავიტაციული დამახინჯება გამოიწვიოს. ჩორები ვარაუდობენ, რომ ეს ობიექტი არის ჩაძირული კოსმოსური ხომალდი, ზემტკიცე მასალებისგან აგებული უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქი ან უძველესი ცივილიზაციის მიერ დატოვებული კლიმატის მარეგულირებელი მანქანა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მეცნიერება უფრო პროზაულ განმარტებებს გვთავაზობს. გრავიტაციული ვარიაციები დიდწილად აიხსნება ყინულის მოძრაობითა და სისქით, ასევე გეოლოგიური სტრუქტურებით, როგორიცაა დამარხული მთის ქედები ან უძველესი ვულკანური ხვრელები. მაგრამ როდესაც ორ ფაქტს დავაკავშირებთ, პოლარული მკვლევრების მიერ დაფიქსირებულ კომპასებისა და ნავიგაციის ინსტრუმენტების აუხსნელ გაუმართავობას და გრავიტაციული ანომალიების შესახებ თანამგზავრულ მონაცემებს, სურათი შემაშფოთებელ ტონს იძენს. ეს ფიზიკური ძვრები, რომელთა სრულად ახსნაც არ შეგვიძლია, მიანიშნებს, რომ ანტარქტიდის ქვეშ რაღაც იმალება და აქტიურად მოქმედებს რეგიონში ფიზიკის კანონებზე. ეს ანტარქტიდას არა მხოლოდ ცივ კონტინენტად, არამედ გიგანტურ გეოფიზიკურ მაგნიტად ან გაუგებარ მოწყობილობად აქცევს, რომლის ფარული მუშაობაც ზედაპირზე დღემდე იგრძნობა. და როდესაც ჩვენი ინსტრუმენტები ამ უცნაურ ყევებს იწერენ, ჩვენ გვესმის, რომ მყინვარი არა მხოლოდ წყალს, არამედ სივრცისა და დროის დამახინჯებებსაც შეიცავს. თუ ანტარქტიდაში მართლაც რაღაც იმალება, იქნება ეს უძველესი ქალაქი, ნაცისტური ბაზა თუ გრავიტაციული ანომალიის წყარო, მაშინ ყველაზე ლოგიკური, რაც უნდა ველოდოთ, არის ცაში ანომალიური აქტივობა. მართლაც უცხოპლანეტელები და ინციდენტები ანტარქტიდის ცაზე ყინულოვანი კონტინენტის მითოლოგიის განუყოფელი ნაწილია, რომელთა ფესვები უძველესი და ყველაზე საიდუმლო ექსპედიციებიდან იღებს სათავეს. ჩვენ უკვე ვახსენეთ ადმირალ ბირდის საგანგაშო განცხადებები 1947 წელს ოპერაცია მაღალი ჯამპის შემდეგ. მისი სიტყვები მაღალსიჩქარიანი ობიექტების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ პოლუსიდან პოლუსზე გადაადგილება, ამ თეორიის ქვაკუთხედად იქცა. თუ მისი სიტყვები მომხდარის ზუსტი ასახვა, მაშინ აშში საზღვაო ძალები წააწყდნენ ძალებს, რომელთა ტექნოლოგია დედამიწაზე ცნობილ ყველაფერს აღემატებოდა. ეს ობიექტები, რომლებიც წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობდნენ და კვალს არტოვებდნენ, იდეალურად ერგებიან ამოუცნობი მფრინავი ობიექტების აღწერას. ჩორები ვარაუდობენ, რომ ეს უცხოპლანეტელები ან უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც იზოლირებულ ანტარქტიდას იდეალურ, მეჩხად დასახლებულ ბაზად იყენებენ, ან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაცისტური დისკოს ფორმის საფრენი აპარატები ჰაუნებუ, რომლებიც საიდუმლო მიწისქვეშა ციხესიმაგრეში არიან განლაგებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მაღალტექნოლოგიური საჰაერო სივრცის კონტროლის არსებობაზე მიუთითებს. მას შემდეგ უცნაური საჰაერო მოვლენების შესახებ ცნობები გრძელდება, თუმცა ისინი ხშირად კერძო საუბრებითა და არაოფიციალური ცნობებით შემოიფარგლება. შორეულ ბაზებზე მომუშავე პოლარული მკვლევარები ზოგჯერ ცაში უჩვეულო სინათლის მოვლენებს იუწყებიან. სწრაფად მოძრავი შუქები, ფერისა და მიმართულების შეცვლა შეუძლებელი კუთხით და ზოგჯერ დიდი, მუქი დისკოს ფორმის ფორმები, რომლებიც ჩუმად სრიალებენ მყინვარზე. განსაკუთრებით საინტერესოა შემთხვევები, როდესაც ობიექტები ავლენენ ტრანსმედიურ შესაძლებლობებს, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მარტივად გადაადგილდნენ საჰაერო სივრციდან წყალქვეშა სივრცეში.
საიდუმლო გვირაბებისა და წყალქვეშა გამოქვაბულების შესახებ ჯორების გათვალისწინებით, უცხოპლანეტელების გუცნობი წყალქვეშა ობიექტების ეს უნარი ლოგიკური ჩანს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ოკეანე და წყლის უზარმაზარი სუბყინულოვანი მასივები, როგორიცაა ვოსტოკის ტბა, შენიღბვისა და მანევრირებისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი ინციდენტები თითქმის არასდროს ხვდება ღია სამეცნიერო ჟურნალებში. ისინი ხვდება კლასიფიცირებულ სამხედრო არქივებში ან სადაზვერვო სააგენტოების დოკუმენტებში. თუმცა სხვადასხვა სამეცნიერო მისიების მწիր ოფიციალურ ანგარიშებშიც კი ზოგჯერ გვხვდება ნახსენები, აუხსნელი რადარის კონტაქტები ან ნავიგაციის სისტემებში დროებითი ხარვეზები, რაც შეიძლება აიხსნას ძლიერი, სწრაფად მოძრავი ობიექტებით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული, თუმცა საკამათო ვერსია ეხება ჩილელი მეცნიერების ჯგუფის ისტორიას, რომლებიც სავარაუდოდ 1970-იან წლებში მყინვარზე დაშვებული უცხოპლანეტელების გადაფრენის მომსწრე გახდნენ. ეს ინციდენტი სავარაუდოდ მოგვიანებით სწრაფად კლასიფიცირდა ჩილესა და აშშ-ს მთავრობებმა, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ანტარქტიდაში ასეთი მოვლენების შესახებ ინფორმაციის დამალვის ტენდენციას. რატომ ანტარქტიდა? აშკარა იზოლაციისა და შენიღბვის გარდა, პოლუსებს აქვთ უნიკალური გეოფიზიკური თვისებები. უცხოპლანეტელების შემსწავლელი მეცნიერები ხშირად მიუთითებენ მაგნიტურ ანომალიებზე, რომლებიც ადრე განვიხილეთ, როგორც შესაძლო ენერგეტიკულ კარიბჭეებზე ან ზონებზე, რომლებიც ყველაზე ადვილად გამოიყენება ვარსკვლავთშორისი ან ინტერგანზომილებიანი მოგზაურობისთვის. თუ ასეა, სამხრეთ პოლუსი შეიძლება იყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი ჩვენგან გარდა სხვა ვინმესთვისაც. ეს ისტორიები, რომლებიც მისტიციზმსა და სამხედრო ანგარიშებს ესაზღვრება, ანტარქტიდის იმიჯს ქმნის არა როგორც წყნარ სამეცნიერო ავანპოსტს, არამედ როგორც პოტენციურ ცხელ წერტილს, სადაც ადამიანური ტექნოლოგია გამუდმებით ეჯახება რაღაც უცნობსა და უმაღლესს. და სანამ საკუთარ თავს თბილ, ძილიან ოთახში წარმოიდგენთ, გახსოვდეთ, რომ სადღაც დედამიწის ყველაზე ძირში, მაღლა, ყინულოვანი კონტინენტის ზემოთ შესაძლოა მოვლენები ვითარდება, რომლებიც ფიზიკის კანონებს ცვლის და ჩვენს ადგილს სამყაროში ეჭქვეშ აყენებს. ახლა, როდესაც განვიხილეთ ანტარქტიდის ქვეშ ფარული ბაზების და ზემოთ ამოუცნობი ობიექტების არსებობის შესაძლებლობა, უნდა განვიხილოთ ყველაზე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სავარაუდოდ აღმოჩენილია, უძველესი მეგალითები და არტეფაქტები. ეს აღმოჩენები, თუ რეალურია, წარმოადგენს ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებას გამყინვარებამდელი ცივილიზაციის შესახებ. ბოლო წლებში მიწაზე შემღწევი რადარის სკანირებისა და მაღალი გარჩევადობის თანამგზავრული სურათების განვითარების წყალობით, რომლებსაც შეუძლიათ ყინულის თხელი ფენებში შეღწევა ან ყინულის ქვეშ ჩრდილებისა და ფორმების დაფიქსირება, აღმოჩენების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს სურათები, რომლებიც ვრცელდება ონლაინ და მცირე კვლევით წრეებში, ავლენს იმას, რაც საოცრად ხელოვნური სტრუქტურებია. ყველაზე გავრცელებული ჩორები პირამიდების სავარაუდო აღმოჩენას ეხება. ეს ანტარქტიდის პირამიდები, როგორც მათ უწოდებენ, მთის მწვერვალებია, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უბრალოდ ნუნატაკები, მყინვარიდან ამოწეული კლდის მწვერვალები იყვნენ, ძალიან იდეალურად არიან ჩამოყალიბებულნი, ოთხმხრივნი, რომ მხოლოდ ეროზიის შედეგი იყვნენ. ერთ-ერთ ასეთ ნაგებობას, რომელიც სავარაუდოდ ელსვორტის მთიანეთში მდებარეობს, აქვს მახასიათებლები, რომლებიც მომხრეების თქმით, ეგვიპტის პირამიდების იდენტურია. თუ ეს ნაგებობები მართლაც პირამიდებია, ეს მაშინვე ადასტურებს თეორიას, რომ კონტინენტზე არსებობდა ისეთი უძველესი, მაღალგანვითარებული ცივილიზაციები, როგორიცაა ატლანტიდა, როდესაც ის საცხოვრებლად ვარგისი იყო. გარდა ამისა, ეს ამ ცივილიზაციებს შორის გლობალური კავშირის შესახებ კითხვას პადებს. როგორ შეიძლება იგივე მეგალითური მშენებლობის მეთოდის პოვნა ეგვიპტეში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ პოლუსში? მკვლევარების აზრით, პასუხი ცოდნის ერთ წყაროში ან პლანეტის მასშტაბით ტექნოლოგიურ ქსელშია. პირამიდების გარდა, თანამგზავრულმა სურათებმაც გააღვივა ჩორები ურბანული ნანგრევების შესახებ. ზოგიერთ სურათზე ნაჩვენებია სწორი ხაზების ბადე, მართკუთხა ან კვადრატული სტრუქტურები, რომლებიც უზარმაზარი შენობების საძირკველს ან საგზაო ქსელის ნაწილებს გავს. ანტარქტიდის მკაცრ, ქაოტურ ლანდშაფტში, სადაც ყველაფერს ქარი და ყინული აყალიბებს, ამ ფორმების გეომეტრიული რეგულარობა სრულიად არაბუნებრივად გამოიყურება. თითქოს ოკეანის ფსკერზე მოასფალტებულ გზას ხედავთ. რა თქმა უნდა, სამეცნიერო საზოგადოება დიდწილად უარყოფს ამ აღმოჩენებს, მიაწერს მათ პარეიდოლიას, ტვინის მიდრეკილება, დაინახოს ნაცნობი ნიმუშების შემთხვევით სტრუქტურებში, ბუნებრივ ყინულის წარმონაქმნებს ან კამერის დამახინჯებას. თუმცა, ყველაზე გამოუცდელმა სკეპტიკოსმაც კი უნდა აღიაროს, რომ ზოგიერთი ეს მონახაზი საოცრად დამაჯერებლად გამოიყურება. თუ არტეფაქტები მართლაც იმალება ყინულის ქვეშ, არა მხოლოდ შენობები, არამედ ტექნოლოგიური დანადგარები,
ეს ხსნის, თუ რატომ არის ანტარქტიდა ასე ფრთხილად დაცული და რატომ არის მის შესახებ მონაცემები ასე გასაიდუმლოებული. წარმოიდგინეთ, რომ იქ აღმოაჩინეს უძველესი ცივილიზაციის რაღაც მანქანა, რომელსაც აქვს ენერგეტიკული შესაძლებლობები ან ცოდნა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თანამედროვე სამყარო. ეს ხსნის როგორც სამხედრო ჩარევას, ასევე უცნაურ გრავიტაციულ ანომალიებს. არქეოლოგიური თვალსაზრისით, ანტარქტიდის ქვეშ ძებნა ერთგვარი ბრმაკაცის თამაშია. ჩვენ არ შეგვიძლია თხრა, ვერ ვხედავთ, მაგრამ შეგვიძლია ვიგრძნოთ საგნები მიწაზე შემღწევი რადარის გამოყენებით. და ეს შეგრძნებები მიანიშნებს, რომ იქ ქვემოთ არა მხოლოდ მთებია, არამედ რთული არქიტექტურაა. თუნდაც ერთი დამუშავებული ქვის, ერთი სვეტის ან ერთი კედლის აღმოჩენა, რომელიც ინტელექტუალური დიზაინის ნიშნებს ატარებს, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იქნებოდა. ანტარქტიდის მეგალიტები უბრალოდ ქვებზე მეტია. ისინი ალტერნატიული კაცობრიობის ისტორიის გაყინული მოწმობებია, რომლებიც გამჟღავნებას ელოდება. ისინი ჩურჩულებენ იმ დროზე, როდესაც სამხრეთ პოლუსი არ იყო სიცივის პოლუსი, არამედ დიდი ცოდნის ცენტრი. და ამ სიჩუმეში, როდესაც უსმენთ, როგორც ჩანს, გესმით ყინულის ტკაცუნი, რომელიც ამ დალუქულ საიდუმლოებებს ავლენს. ანტარქტიდის საიდუმლოებების უფრო ღრმად ჩაღრმავებისას, გარდაულად ვაწყდებით თეორიებს, რომლებიც ტრადიციულ გეოლოგიასა და ისტორიას სცილდება. ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და დაჟინებული თეორიაა ღრუ დედამიწის თეორია, სადაც სამხრეთ პოლუსს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ამ შინაგანი სამყაროს მთავარ შესასვლელს. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ჩვენი პლანეტა არ არის მყარი სფერო, არამედ ღრუ სფეროა, რომელიც შეიცავს საკუთარ შიდა ეკოსისტემას და შესაძლოა საკუთარ შინაგან მზეც კი. ამ თეორიის მომხრეები თვლიან, რომ ამ შინაგანი სამყაროს შესასვლელი პოლუსებზეა, სადაც მათი აზრით ყინულის ქუდები უზარმაზარ ღიობებს მალავენ. ამ კონტექსტში, ანტარქტიდა წყვეტს უბრალოდ კონტინენტს და ხდება გიგანტური ვესტიბიული ან საიდუმლო კარი. სწორედ აქ იღრის თავს ჯორები დაკარგული ექსპედიციების, უცნაური ამინდის მოვლენების და, რა თქმა უნდა, ადმირალ ბირდის ლეგენდა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ადმირალი რიჩარდ ე. ბირდი. მისი ოფიციალური ანგარიშების გარდა, ფართოდ არის მოყვანილი მისი სავარაუდო საიდუმლო დღიურის ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, რომლებიც ფართოდ ითვლება ყალბად, ის სავარაუდოდ აღწერს ჩრდილოეთ პოლუსზე ფრენას, ზოგჯერ სამხრეთ პოლუსის კონტექსტში, როდესაც მისი თვითმფრინავი უზარმაზარ ჩაღრმავებაში ჩავარდა და თბილ მწვანე ხეობაში აღმოჩნდა. მან აღწერა მდინარეები, ყინულისგან თავისუფალი მთები და მამონტის მსგავსი ცხოველები. რაც მთავარია, ის ამტკიცებდა, რომ მას დისკოს ფორმის ხომალდებით დაფრინავდნენ დედამიწის შიდა მაცხოვრებლები, შესაძლოა იგივე, რაც მისმა ეკიპაჟმა მოგვიანებით მაღალ ნახტომში წააწყდა. ლეგენდის თანახმად, ეს მაცხოვრებლები წარმოადგენდნენ მაღალგანვითარებულ და მშვიდობიან ცივილიზაციას, რომლებიც ღრმად შეშფოთებულნი იყვნენ კაცობრიობის მიერ ზედაპირზე ბირთვული ენერგიის გამოყენებით და პოლუსებს ერთადერთ შესასვლელად და გასასვლელად იყენებდნენ. სამეცნიერო თვალსაზრისით, ღრუ დედამიწის თეორია ნამდვილად არ მართლდება. გეოფიზიკური მონაცემები, სეისმოლოგია და გრავიტაციული გაზომვები ნათლად აჩვენებს, რომ დედამიწას მკვრივი ბირთვი და მანტია აქვს. თუმცა, ეს არ აჩერებს მომხრეებს. ისინი მიუთითებენ ფრინველების აუხსნელ მიგრაციასა და აისბერგების მასობრივ გაუჩინარებაზე გარკვეულ ადგილებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფრინველები ზამთრისთვის ხმელეთზე მიგრირებენ და პლანეტის შიგნიდან თბილი წყალი ყინულის დნობას იწვევს. ანტარქტიდის კონტექსტში, ეს თეორია ასევე გვთავაზობს ახსნას უცხოპლანეტელების, უგზო უცხოპლანეტელების წარმოშობის შესახებ. თუ ყინულის ფენის ქვეშ არის უზარმაზარი შიდა ოკეანე, რომლის მიღწევაც პოლარული ღიობებიდან შეიძლება, ეს იქნებოდა იდეალური ბაზა მფრინავი თეფშებისთვის. ობიექტები, რომლებსაც შეუძლიათ სუპერსიჩქარით გადაადგილება და კვალის დატოვება, შეუძლიათ უბრალოდ გამოიყენონ ეს შიდა სამყარო თავიანთ საბაზოდ. ნაცისტური ბაზა 211, ის ლეგენდაც კი ზოგჯერ ამ თეორიასთან არის გადაჯაჭვული. ვარაუდობენ, რომ მისტიციზმითა და ძალაუფლების წყაროების ძიებით შეპყრობილი ნაცისტები არა მხოლოდ გამოქვაბულებს, არამედ დედამიწის შიდა ნაწილში შესასვლელსაც ეძებდნენ. შესაძლოა, მათ თავიანთი მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენეს პლანეტის ამ ფარულ არტერიებში შესაღწევად, იმ იმედით, რომ არა მხოლოდ თავშესაფარს, არამედ ენერგიის ამოუწურავ წყაროზე წვდომასაც იპოვიდნენ. ამრიგად, ამ თეორიის თანახმად, ანტარქტიდა არა მხოლოდ ყინულოვანი უდაბნოა, არამედ ზღურბლი. ზღურბლი სამყაროსკენ, რომელიც ჩვენს ფეხქვეშ მდებარეობს და ჩვენგან ყინულის ფენითა და შეთქმულების თეორიების სქელი ფენითაა დაფარული. როდესაც ამ იდეებზე ვფიქრობთ, ცხადი ხდება,
რომ ანტარქტიდამ შესაძლოა ქალაქების ან სამხედრო ბაზების ნანგრევებზე გაცილებით დიდი მასშტაბის რაღაც დამალვა შეძლოს. შესაძლოა, მთელი სამყარო დამალოს. ღრუ დედამიწის თბილი შინაგანი სამყაროებისა და გვირაბების დატოვებით, თუმცა წარმოსახვით, ჩვენ ვუახლოვდებით ანტარქტიდის გარშემო არსებულ ყველაზე მეტაფიზიკურ და ფანტასტიკურ თეორიებს. ესენია ვარაუდები, რომ კონტინენტი შეიძლება იყოს სივრცე-დროითი ანომალიების ადგილი, ერთგვარი ფარული კარიბჭე სხვა სამყაროებში ან განზომილებებში. ეს თეორია ხშირად ჩნდება აუხსნელი გაუჩინარებებისა და უცნაური ინსტრუმენტების ჩვენებების კავშირში. ის იდეა, რომ პოლუსები არის გაზრდილი ენერგიის ზონები ან განზომილებიანი კონვერგენციის წერტილები, ახალი არ არის და გვხვდება ეზოთერულ სწავლებებში. მაგრამ ანტარქტიდის კონტექსტში ის იძენს საშინელ კონკრეტულობას. ამ თეორიის მომხრეები მიუთითებენ რამდენიმე ძირითად პუნქტზე, რომლებიც, მათი აზრით, არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ გეოგრაფიით ან გრავიტაციით. პირველ რიგში არსებობს დროის მარყუჟების, ანუ დამახინჯების ფენომენი. არსებობს დაუდასტურებელი, მაგრამ მუდმივი ჩორები, რომ ზოგიერთმა პილოტმა და მკვლევარმა გარკვეულ ტერიტორიებზე ფრენისას დროში უეცარი ნახტომი აღნიშნა მომავალში ან წარსულში. მათი ანგარიშები, სავარაუდოდ, აღწერს ბორტზე არსებული საათებისა და კალენდრების უეცარ ცვლილებას და შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, ინსტრუმენტების მიერ ფიზიკური დარღვევების დაფიქსირების გარეშე. თუ ეს სიმართლეა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კონტინენტზე შეიძლება არსებობდეს ზონები, სადაც სივრცე-დროის ქსოვილი დამახინჯებულია. მეორეც, არსებობს პორტალები ან ვარსკვლავური კარიბჭეები. იმავე გრავიტაციულ ანომალიაზე დაყრდნობით, რომელიც განვიხილეთ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. ზოგი ვარაუდობს, რომ ამ გრავიტაციული დარტყმის გამომწვევი ობიექტი არ არის ქალაქი ან გემი, არამედ ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ინტერგანზომილებიანი გასასვლელების გახსნა. ეს ობიექტი შესაძლოა უძველესი ცივილიზაციის ან უცხოპლანეტელების მიერ დატოვებული, რეალობის ლოკალიზებულ დამახინჯებას იწვევს. წარმოიდგინეთ ეს, ყინულის ქვეშ დამალულია ტექნოლოგია, რომელსაც დედამიწის უნიკალური მაგნიტური და ენერგეტიკული ხაზების გამოყენებით შეუძლია გახსნას გასასვლელები სამყაროს შორეულ კუთხეებში ან თუნდაც პარალელურ განზომილებებში. ეს იძლევა ახალ ახსნას როგორც უცხოპლანეტელების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ამ პორტალის გამოყენება შესასვლელად და გასასვლელად, ასევე ოპერაცია მაღალი ნახტომის უეცარი დასასრულისთვის. შესაძლოა ბირდმა აღმოაჩინა არა მხოლოდ სამხედრო ბაზა, არამედ მოწყობილობა, რომლის პოვნაც არასდროს იყო განზრახული. ასეთ იდეებს ასევე ამყარებს კონტინენტზე აკრძალული ზონების შესახებ ისტორიები, სადაც თვითმფრინავებისა და გემების, თუნდაც სამეცნიერო ექსპედიციების გადაადგილება აკრძალულია. ოფიციალურად ეს აიხსნება უსაფრთხოების საკითხებით, ეკოსისტემის მგრძნობელობით ან საიდუმლო სამხედრო ობიექტებთან სიახლოვით. თუმცა პორტალის თეორეტიკოსებისთვის ეს არის აკრძალვის ზონები, რომლებიც შექმნილია ამ ინტერგანზომილებიანი კარიბჭეების შემთხვევითი გახსნის ან გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ამ ინტერპრეტაციაში ახალშვაბიაში ბაზა 211 ის ლეგენდებიც კი უფრო ბოროტ ტონს იღებს. გერმანელი ოკულტისტები და ინჟინრები შესაძლოა ეძებდნენ არა მხოლოდ თავშესაფარს, არამედ გზას, რათა გამოეყენებინათ ეს კარიბჭეები დომინირების მისაღწევად ან სხვა სამყაროებიდან ძლიერ არსებებთან დასაკავშირებლად. საბოლოო ჯამში ანტარქტიდა, ეს ყველაზე იზოლირებული კონტინენტი, ჩვენს წარმოსახვაში კოსმოსურ გზაჯვარედინად იქცევა. ადგილი, სადაც არა მხოლოდ გრძედები, არამედ განზომილებებიც იღრის თავს. და როდესაც სიბნელეში წოლილ ხართ, ეს აზრი ჩაეფლოთ, შესაძლოა საზღვარი, რომელსაც ვეძებთ, ყინულის ზედაპირზე კი არა, თავად რეალობის მიღმაა და ანტარქტიდა ამ წარმოუდგენელი საიდუმლოს გარშემო მხოლოდ გარსია. უძველესი ქალაქების, ნაცისტური ბაზების, უცხოპლანეტელებისა და პორტალების შესახებ ყველა ფანტასტიკური თეორიის შემდეგ, აუცილებელია დაუბრუნდეთ იმას, რაც არეგულირებს ჩვენს თანამედროვე საქმიანობას ყინულოვან კონტინენტზე. 1949 წლის ანტარქტიდის ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება და მისი შემდგომი ოქმები ბევრის მიერ სამხრეთ პოლუსზე ინფორმაციის დამალვისა და საიდუმლოების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად ითვლება. ანტარქტიდის ხელშეკრულება უნიკალური საერთაშორისო დოკუმენტია, რომელმაც გაყინა კონტინენტზე ყველა ტერიტორიული პრეტენზია, გამოაცხადა იგი მშვიდობისა და მეცნიერების კონტინენტად და აკრძალა ნებისმიერი სამხედრო საქმიანობა, გარდა სამეცნიერო კვლევის მხარდაჭერისა. ერთი შეხედვით, ეს კეთილშობილური აქტია, რომელიც იცავს კონტინენტს ექსპლუატაციისა და კონფლიქტისგან. თუმცა, სწორედ ამ ხელშეკრულების სიმკაცრე და ექსკლუზიურობა იწვევს ღრმა ეჭვებს. რატომ დათანხმდნენ მსოფლიო ძალები, დამანგრეველი მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დაწყებისთანავე,
ასე ადვილად გვერდზე გადადონ თავიანთი გეოპოლიტიკური ამბიციები კონტინენტის ხელუხლებელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. შეთქმულების თეორეტიკოსები გვთავაზობენ პირდაპირ და საგანგაშო ახსნას. ხელშეკრულება იყო აუცილებელი ზომა, რომელიც მიღებული იყო ინფორმაციის გასაკონტროლებლად და ადრე აღმოჩენილი ინფორმაციის უკონტროლო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა ჰაიჯამპის ან სხვა ფარული ექსპედიციების დროს. თუ ანტარქტიდა მართლაც მალავს ატლანტიდის ნანგრევებს, მოწინავე ტექნოლოგიებს ან თუნდაც უცხოპლანეტელთა ავანპოსტს, მაშინ ამ ტერიტორიაზე უკონტროლო ცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ძალთა გლობალური დისბალანსი ან პანიკა. ხელშეკრულება არსებითად ქმნიდა ნეიტრალურ ზონას, სადაც ყველა საქმიანობა მკაცრად კონტროლდება მონაწილე ქვეყნების მიერ. ეს მათ საშუალებას აძლევს ერთობლივად მართონ საიდუმლოება და გაფილტრონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საჯარო სივრცეში გაჟონოს. ხელშეკრულების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ასპექტია მინერალური რესურსების მოპოვებისა და ეკონომიკური ექსპლუატაციის აკრძალვა, რომელიც კიდევ უფრო გამკაცრდა გარემოს დაცვის შესახებ 1991 წლის ოქმით მადრიდის ოქმი, რომელმაც რესურსების მოპოვებაზე 50 წლიანი მორატორიუმი დააწესა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად გარემოსდაცვითი მიზეზების გამო იქნა ამოქმედებული, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს ასევე ემსახურება კომერციული ყოფნის შეზღუდვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი და უკონტროლო აღმოჩენები. ბოლოს და ბოლოს, ბურღვა და მოპოვება გარდაულად გამოავლენს იმას, რაც ყინულის ფენის ქვეშ ღრმად იმალება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთშემოწმების სისტემა ასევე შეიძლება ორი თვალსაზრისით განვიხილოთ. ერთი მხრივ ის უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ხოლო მეორე მხრივ ის საშუალებას აძლევს წამყვან ძალებს, რომლებსაც სადგურები აქვთ, მუდმივად აკონტროლონ ერთმანეთის საქმიანობა, რაც ხელს უშლის ინტერესთა ანომალიურ ზონებში ფარულად შეღწევის მცდელობებს. თუ სადგურზე მართლაც მიმდინარეობს სამუშაო, რომელიც არ არის დაკავშირებული დეკლარირებულ მეცნიერებასთან, ეს დიპლომატიური იმუნიტეტის ფარდის მიღმა ხდება. ამრიგად, ანტარქტიდის ხელშეკრულება ქაღალდის ყინულის საფარია. ის იცავს არა მხოლოდ პინგვინებს და დედამიწის კლიმატს, არამედ ადამიანის უცოდინრობასაც კონტინენტის ქვეშ არსებულის შესახებ. ის ანტარქტიდას გლობალურ სეიფად აქცევს, რომლის გასაღებიც რამდენიმე მსოფლიო ძალის ხელშია. სწორედ ამიტომ იწვევს ყოველი ახალი თანამგზავრული სურათი ან იდუმალი აღმოჩენების შესახებ ჯორი დისკუსიის ასეთ ტალღას. ხალხი ხვდება, რომ ანტარქტიდა რომ უბრალოდ უსიცოცხლო ყინული ყოფილიყო, მისი კონტროლისთვის ასეთი რთული და ყოვლისმომცველი სამართლებრივი მექანიზმი საჭირო არ იქნებოდა. ეს ხელშეკრულება, ალბათ, ყველაზე ნათელი ირიბი მტკიცებულებაა იმისა, რომ კონტინენტზე არსებობს რაღაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი, რის შესახებაც მთავრობებს არ სურთ, რომ ჩვენ ვიცოდეთ. ახლა, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ანტარქტიდა საერთაშორისო შეზღუდვების ქსელშია გახვეული, დროა მომავალს შევხედოთ და შევაფასოთ, თუ როგორ შეიძლება საბოლოოდ აახსნას ახალი ტექნოლოგიები საიდუმლოების ამ ფარდას. არსებობენ თუ არა იქ ატლანტიდა, ბაზა 211 თუ პორტალები, ყინული მათ სამუდამოდ არ დამალავს. კლიმატისა და გეოლოგიის შესასწავლად შემუშავებული ტექნოლოგიები ერთდროულად უძველესი საიდუმლოებების ძიების ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტებად იქცევა. მთავარი გარღვევაა მიწაში შეღწევადი რადარის და მაღალი გარჩევადობის სეისმური სკანირების შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტებს ადრე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა შეეძლოთ ყინულის ქვეშ არსებული გეოლოგიური ფენების შესახებ, თვითმფრინავებზე ან თანამგზავრებზე დამონტაჟებული თანამედროვე სისტემები წარმოუდგენლად დეტალურად ქმნიან კილომეტრობით სისქის ყინულის ქვეშ დამარხული მიწისა და სტრუქტურების 3 რუკებს. ეს ტექნოლოგიები, როგორიცაა ცჯბუ სისტემა, რომელიც ანტარქტიდის ტოპოგრაფიას ასახავს, პერიოდულად აღრიცხავს უკვე განხილულ გეომეტრიულ ანომალიებს. გაუმჯობესებული გარჩევადობა ნიშნავს, რომ სულ უფრო რთული ხდება იდეალურად სწორი ხაზების, კვადრატების ან სამკუთხედების, როგორც ბუნებრივი წარმონაქმნების ახსნა. უახლოეს წლებში შეგვიძლია ველოდოთ კიდევ უფრო მკაფიო და დამაჯერებელი მონაცემების გამოქვეყნებას, რამაც შეიძლება ოფიციალური განმარტებების გადახედვა მოითხოვოს. კიდევ ერთი სფეროა მოწინავე ბურღვა. ვოსტოკის ტბასთან დაკავშირებული პროექტები ახლა მოიცავს ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას იძლევა ყინულის ბურღვა მინიმალური დაბინძურებით, ცხელი წყლის ან თუნდაც ლაზერების გამოყენებით. ეს ქმნის შესაძლებლობას მივახციოთ არა მხოლოდ მყინვარქვეშა ტბებს, არამედ კონტინენტის საფუძვლებსაც. თუ სადმე უძველესი ქალაქის ნანგრევებია, ღრმა ბურღვამ შეიძლება მოგვცეს უდავო მტკიცებულებები დამუშავებული ქვების, ლითონის არტეფაქტების ან თუნდაც ორგანული ნარჩენების სახით. თანამგზავრული ტექნოლოგიების სფეროში რევოლუცია მიმდინარეობს. თანამგზავრები, რომლებიც აღჭურვილია სენსორებით,
რომლებიც მგრძნობიარეა უმცირესი გრავიტაციული და მაგნიტური ანომალიების მიმართ, ასევე ინსტრუმენტებით, რომლებსაც შეუძლიათ უჩვეულო თერმული ნიშნების აღმოჩენა, გააგრძელებენ კონტინენტის სკანირებას უპრეცედენტო სიზუსტით. მაგალითად, თუ ბაზა 211 გამოიყენებს გეოთერმულ ენერგიას ან თუნდაც ექნება მოქმედი რეაქტორი, თანამედროვე ინფრაწითელი თანამგზავრები შეძლებენ მყინვარში შეღწევის უმცირესი სითბური ნიშნის აღმოჩენასაც კი. და ბოლოს, ავტონომიური წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებები, DUJ და რობოტული ზონდები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამ სატრანსპორტო საშუალებების ჩაშვება შესაძლებელია მყინვარქვეშა ტბებში ჩაბურღილების მეშვეობით და ავტონომიურად შეისწავლონ ფსკერი, შეაგროვონ მონაცემები და გადაიღონ სურათები ისეთ პირობებში, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ შეღწევა. რობოტი შეიძლება გახდეს პირველი მოწმე იმისა, თუ რა იმალება ვოსტოკის ტბის ფსკერზე. თუმცა, ყოველ ახალ ტექნოლოგიურ წინსვლას თან ახლავს მზარდი შემოწმება. რაც უფრო უკეთ ვხედავთ ყინულის ქვეშ, მით უფრო მეტი ძალისხმევა იხარჯება ამ მონაცემების საიდუმლოდ შესანახად. სკანირების ან ბურღვის ნებისმიერი მიღწევა მოხდება ანტარქტიდის ხელშეკრულების სახელმწიფოების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც, სავარაუდოდ, პირველები შეეცდებიან პოტენციური არტეფაქტების ან ტექნოლოგიების ხელში ჩაგდებას. ამრიგად, ჩვენ ანტარქტიდის აღმოჩენების ახალი ეპოქის ზღურბლზე ვდგავართ. ყინულის ფარდა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში საიდუმლოებების საიმედო მცველი იყო, უფრო და უფრო თხელდება. კითხვა არ არის, რამეს იპოვიან თუ არა, არამედ როდის იქნება ეს და სრულად გაიგება თუ არა ეს ინფორმაცია კაცობრიობისთვის. ტექნოლოგია უკვე არსებობს და ყოველი ახალი სამეცნიერო კვლევა უნებლიეთ გვაახლოებს ამ დიდი, გაყინული საიდუმლოს ამოხსნასთან. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ. ყინულში ჩაკეტილი ატლანტიდის მითიდან ადმირალ ბირდისა და მისი შეხვედრების შემაშფოთებელ ისტორიებამდე, ნაცისტური საიდუმლო ბაზებიდან გეოფიზიკურ ანომალიებამდე, რომლებიც რაღაც ზემკვრივზე მიუთითებს. ჩვენ შევისწავლეთ რუკები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს და მყინვარქვეშა ტბები, რომლებიც უძველესი სიცოცხლის მატარებელია. ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ ისხა დაგვრჩა, რომ ბოლო ჩაყვინთვა გავაკეთოთ ანტარქტიდის უცნობი მასშტაბის შეგუება. ანტარქტიდა, არსებითად, ადამიანის ცნობისმოყვარეობისა და სამეცნიერო კვლევისთვის დაუსრულებელი გამოწვევაა. ეს კონტინენტი იდეალური ტილოა ჩვენი უდიდესი იმედებისა და ღრმა შიშების პროეცირებისთვის. იმედები, რომ მარტო არ ვართ, რომ ჩვენი ცივილიზაცია პირველი არ არის და ენერგიისა და სივრცის დაუფლების დიდი საიდუმლოებები აღმოჩენას ელოდება. ასევე შიშები, რომ ეს საიდუმლოებები შეიძლება ძალიან დიდი, ძალიან საშიში იყოს ან რომ ისინი უკვე იმ ადამიანების ხელშია, ვისაც არ სურს მათი მსოფლიოსთვის გაზიარება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ანტარქტიდაში მეცნიერებასა და მის შორის ზღვარი წარმოუდგენლად თხელია. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები რეალური გეოგრაფიული ექსპედიციების, თანამგზავრული გრავიტაციის მონაცემების და ასობით მყინვარქვეშა ტბის აღმოჩენის სახით. ეს ფაქტებია. მეორე მხრივ, ამ ფაქტების ინტერპრეტაცია, მაგალითად, გეომეტრიული ანომალიები პირამიდებად გადაიქცევა ან გრავიტაციული კუზები გემის ჩაძირვაში გადაიზრდება, ლეგენდის ნაწილია. მაგრამ სწორედ ეს გაურკვევლობაა ანტარქტიდის საიდუმლოების არსი. საერთაშორისო ხელშეკრულებები, უცნაური სამხედრო ოპერაციები და უცხოპლანეტელების შესახებ ჯორების პერიოდული მატება ქმნის საიდუმლოების კულტურას, რომელიც ამ მითს ამყარებს. თუ იქ არაფერი იყო, რატომ იყო მისი მონიტორინგის ყველა მცდელობა? ეს არის შემაწუხებელი კითხვა. ყოველი ბურღვა, ყოველი სკანირება, ყოველი თანამგზავრის გადაფრენა უბრალოდ სამეცნიერო ექსპერიმენტზე მეტია. ეს არის მცდელობა, ფარდის მიღმა ჩაიხედო და რეალობის ოფიციალური ვერსია დაამსხვრიო. ატლანტიდის თუ 211 ბაზის არსებობის დამადასტურებელი საბუთი ოდესმე გამოვლინდება. ანტარქტიდა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გონებაში, როგორც საიდუმლოებების საცავი. შესაძლოა, ვერასდროს მივიღოთ საბოლოო, შავ-თეთრი პასუხი. შესაძლოა, ყინული განაგრძობს დნობას, რაც სულ უფრო მეტ საიდუმლოებას გამოავლენს, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის იპოვის გზას, რომ ახსნას ისინი, გეოლოგიას ან ოპტიკურ ილუზიებს მიაწეროს. საქმე იმაშია, რომ ანტარქტიდა გვასწავლის თავმდაბლობას უცნობის უსასრულობის წინაშე. ეს არის შეხსენება იმისა, რომ ჩვენი პლანეტა, რომელსაც სრულად შესწავლილად მივიჩნევთ, თავისი ყინულოვანი გარსის ქვეშ კვლავ მალავს მთელ დაკარგულ სამყაროს. დროა დავტოვოთ ეს მონუმენტური და იდუმალი ადგილი. ჩვენ ჩვენი მოგზაურობა უძველესი ქალაქებისა და სამხედრო საიდუმლოებების საძიებლად გავაკეთეთ. ახლა, როდესაც გარემოს სითბოსა და კომფორტს ვუბრუნდებით, საკუთარ თავს უნდა მივცეთ საშუალება, გავთავისუფლდეთ ამ ძიების დაძაბულობისგან. ჩვენს მიერ წარმოსახული ყინულოვანი ანტარქტიდული ქარი თანდათან ჩაცხრება.
გააცნობიერეთ, რომ უსაფრთხოდ ხართ, გარშემორტყმული სიჩუმითა და სიმშვიდით. ნება მიეცით თქვენს სხეულს, რომ დარბილდეს და მოდუნდეს. იგრძენით, როგორ ტოვებს დღის სიმძიმე თქვენს მხრებსა და ხელებს. წარმოიდგინეთ, რომ რბილ, თბილ ქვიშაზე წევხართ და არა ყინულოვან ანტარქტიდულ ლაბირინთში. თქვენი სუნთქვა თანაბარი და ღრმა ხდება, როგორც წყნარი, ბნელი ყინულქვეშა ტბა. ღრმა ჩასუნთქვა, რომელიც სიმშვიდით აგავსებთ. ნელი, დამამშვიდებელი ამოსუნთქვა, რომელიც ყველა აზრს ასუფთავებს. ანტარქტიდა იქვე, შორს რჩება. მან თავისი საიდუმლოებები დალუქულია, მაგრამ თქვენი სიმშვიდე არ დაულუქავს. თქვენ სითბოთი ხართ გახვეული, დაცული ყველა ქარისა და საიდუმლოებისგან. დღის ყველა კითხვა და ღამის ყველა ძიება იხსნება. თქვენ ძილის ზღურბლზე ხართ. წარმოიდგინეთ, რომ ნელა, რბილად და ქვევით სრიალებთ, თბილ დამამშვიდებელ დინებაში იძირებით. გრძნობთ უწონადობას, სიჩუმეს, აბსოლუტურ სიმშვიდეს. ანტარქტიდის გრავიტაციული ანომალიები თქვენზე გავლენას არ ახდენს. თქვენ აბსოლუტური სიმშვიდის ზონაში ხართ. ყველა აზრი ნელდება, ბუნდოვანი ხდება, როგორც ყინულის კონტურები ნისლში. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ სიმძიმეს, ამ სიმშვიდეს. ანტარქტიდის სიჩუმე ახლა თქვენშია. ყინულოვანი უდაბნოს სიჩუმე თქვენი გონების სიჩუმედ იქცა. გახსენით თავი ძილისთვის. მიეცით მას საშუალება, რომ ჩაგეხუტოთ.